საკრებულოს ხდომაზე ჩემმა კოლეგამ ვატო სურგულაძე მისაუბრა ამ თემაზე. Რა თქმა უნდა, ჩვენ კაცრად დაუგმეთ ის ქმედება, რომელიც ვნახეთ ყველამ ერთად გორში რაც მოხდა და არანაკლებ დაუგმეთ ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა გუნდმა ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ არ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ თემაზე და მათი პასუხი იყო ჩვენი მისამართით ის, რომ სახელმწიფო მოახდინა რეაგირება, მაგრამ რეაგირება რეალურად მოახდინა იმურმა ჟურნალისტმა, რომელმაც ეს კადრები გადაიღო და საზოგადოებრივმა რეაქციამ, რაც ჰქონდა ხალხს ეს რეაქცია, ეს კადრები რომ არ არსებულიყო, რა თქმა უნდა, არანაირი რეაგირება არ მოხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება არ უსწორებს სიმართლეს თვალს, ხალხმა უნდა გაუსწოროს სიმართლეს თვალი საზოგადოებამ და ყველამ ამ თემაზე უნდა ისაუბროს, ბუნებრივია და მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ გადაკვალიფიცირდეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ ეს არ იყო ადამიანური მოპყრობა, მაშინ მიპასუხოს ნებისმიერმა რა არის მაშინ საერთოდ ადამიანური მოპყრობა, როცა ძირს დაგდებულ ადამიანს, ბორკილ დადებულს ამდენი ადამიანი სცემს. აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ყველას უნდა ესმოდეს ასევე ის ამბავი, რომ თუ არ მოხდება ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, შესაბამისად ამ მომავალში არ იქნება საზოგადოება დაზღვეული მსგავსი ფაქტებისგან და მსგავსი ფაქტები კიდევ მოხდება. რეალურად ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ არსებობს ვიდეო კადრები. ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. ეს ხალხი მიჩვეულია ეს ექცევას, ეს რა თქმა უნდა არის სისტემური დანაშაული და მე ჩემს რაიონში მახსოვს ცოტა ხნის წინ მოხდა ზუსტად, როცა ახალგაზრდა ბიჭი ჩაისვეს ნაძალადევის რაიონში, თქვენ გაიხსენებთ ალბათ ამ ფაქტს, არასრულწლოვანი, რომელიც დააკავეს და რომელსაც არ ვიცი ტელეფონს ართმევდნენ და საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი გაატარეს მანქანაში და მე პოლიციის განყოფილებაშიც გადაიყვანეს და ხელმძღვანელს რო დაურეკეს ეს ვიდეო კადრებიც გავრცელდა მაშინ თუ გახსოვთ, როცა ეუბნებოდა, ეჩხუბებოდა თავის თანამშრომლებს, რომ რად გინდოდათ რომ მოყავდათ პოლიციის განყოფილებაში, ვერ გააგდეთ და რა ტერმინებით ლაპარაკობდნენ. საერთოდ ყველას კარგად გვახსოვს ეს ფაქტი და არაერთი ესეთი ფაქტი ამოვიდა, ეხლა უზურგეთის ამბავი ამოვიდა სააშკარაოზე და კიდევ ბევრი ადვოკატები საუბრობენ, ის პირები საუბრობენ, ვის დაზარალებული ყოფილა აქამდე პოლიციისგან სისტემურად, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ვერ აღწევდნენ სიმართლეს, მოსამართლეები მათ არ უსმენდნენ, იმიტომ რომ სასამართლოც არის ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი და ეს ადამიანები, ვინც სისტემური ძალადობა განიცადა, არა ადამიანური მოპყრობა განიცადა პოლიციის მხრიდან, თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებდნენ. დარწმუნებული ვარ ეს ადამიანიც, ვინც ცემეს, ხო და ვინც ჯერ კიდევ ბრალდებული სტატუსით არის, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ასე სასტიკად იძალადეს, აუცილებლად აღმოჩნდებოდა გისოსებს მიღმა ეს კადრები რომ არ არსებულიყო. ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა გაუსწოროს საზოგადოებამ თვალი და კატეგორიულად უცილობლად უნდა მოვითხოვოთ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. აუცილებლად უნდა გადადგეს სამხარეო პოლიციის უფროსი და აუცილებლად უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის კურატორი მოადგილე. ეს როგორც მინიმუმ თორე განვითარებულ ქვეყანაში ეს აუცილებლად დასრულდებოდა ქვეყნის პირველი პირის პრემიერ-მინისტრის გადადგომით, იმიტომ რომ სხვანაირად პრევენცია, დაზღვევა იმისა, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს, შეუძლებელია უბრალოდ და ეს ყველას უნდა ესმოდეს. ნიკა, აი ერთი ფრაგმენტი კიდე მინდა რომ მაყურებელს წაუკითხო, რასაც ეუბნება ამ საქმეზე პროკურორი მოსამართლეს, რომ არა თუ ითანამშრომლესო ამ პირებმა, არამედ არ ითანამშრომლეს, რომ ეთანამშრომლად სხვა პირებიც იქნებოდნენ გამოკვეთილები, ნაწილი გამოკვეთილია, ნაწილი გამოიკვეთება, ადგილი ქონდა მათი მხრიდან გამოძიების შეცდომაში შეყვანას და პროკურორი ამ სხდომაზე, რომელიც ჩატარდა გორში, ამბობს, რომ მიმდინარეობს სწორედ მათი დადგენის ღონისძიებები. ეს რაღაცნაირად გვაფიქრებინებს, რომ რაღაც გაგრძელება ექნება ამ პროცესს, იმიტომ რომ ყველაფერი ხილული იყო, ხო? თქვენი პარტიის წარმომადგენლის ლევანის ნახე კითხვები პასუხგაუცემელი ვიდეო ქონდა ჩაწერილი ამ თემაზე, რაც არის, რომ 6 პირი როგორ, როცა ბევრად მეტი ჩანს კადრებშიც და თუ არ მოქმედებს ადგილზე ადამიანი და არ აღკვეთს დანაშაულს, ესეც არის დანაშაულის ნიშნების შემცველი და ამაზეც პასუხი უნდა მოითხოვოთ შესაბამის პირებს. ან რა როლი ქონდათ, ხო? მაშინ ყველა მათგანზე უნდა გაეცეს დეტალური პასუხი. შესაძლოა ამას ჭირდებოდეს დრო, თუმცა სწორედ ეს მოლოდინი აქვს საზოგადოებას, რომ უნდა გაეცეს ამ დადებას დავამატებ თქვენი ნებართვით, ეს ძალიან ლოგიკურია, რასაც აკეთებენ ახლა, რაც ხდება, იმიტომ რომ საზოგადოების რეაქცია ჯერ არ ჩაცხრა. საზოგადოება ისევ ღელავს, ითხოვს სამართლის დადგენას, შესაბამისად ბარტყები კიდევ ეყოლებათ
პოლიტიკურ პასუხისგებლობას არ იღებენ და მე არ გამოვრიცხავ, რომ კიდე დააკავონ ადამიანები, რომ ეს ნებათა ღელვა ნელ-ნელა გაიწოვოს. აი ამისთვის შესაძლოა, რომ ეს შემოაგდეს კიდევ ახალი თემა, რომ პოლიტიკური პასუხისგებლობის აღებას აცდნენ. ესო თავიდან აივიდონ, ამიტომ შესაძლებელია, რომ კიდე დამატებით ადამიანებიც დააკავონ, რომ ვითომ მთლიანად დამოწურეს იმ დამნაშავეთა რიგები, ვინც ამ კონკრეტულ ფაქტში უშუალოდ იყო მონაწილე ამ ძალადობის. ნახოთ კი ბატონო, როგორ განვითარდება ამ ხრივ მოვლენები, თუმცა ვფიქრობ საყურადღებოა ის რამდენიმე განმარტება, რაც აქვს პროკურორს ამ სხდომაზე. პატიმრობის გადაწყვეტილება ვიცით, რომ მიღებულია ყველა მათგანთან დაკავშირებით. ნიკა, დღეს თქვენ გქონდათ შეხვედრა, ასევე განცხადება. მოდი ვილაპარაკოთ საკითხზე, რაზეც არის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ჯგუფის ინტერესი, იცნობს მაყურებელი ამ საქმეს. ეს არის აბანო-თუბნის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ექსპროპრიაციის საკითხი. თამდე ოჯახს ეხება საქმე და ეს ადამიანები ამ ადამიანებს მალე ჩამოერთმევათ მათი საცხოვრებელი სახლები. ხო, სწორედ ამას დაუთმეთ, თქვენ დრო გითხარით რა ხდება ამ კონკრეტულ საქმეზე და რასთან გვაქვს საქმე, აი რა შემთხვევაა ეს და სადამდე მივიდა, განკარგულება უკვე არსებობს და ყველაფერი გამზადებულია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ საცხოვრებელი სახლები. მე რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ურთიერთობა მაქვს ადგილობრივებთან. საზოგადოებას უნდა უთხრათ, რომ ეს არის აბანო-თუბნის ტერიტორია, ქვედა ხარფუხის ისტორიული არეალი, თბილისის გული, კონკრეტულად იბრაჰიმ ისფანხლის 3 ნომერი, სადაც 10-მდე ოჯახი აცხადებს კატეგორიულ წინააღმდეგობას, რომ დათმოს საკუთარი კერძო საკუთრება, აქ უნდა აშენდეს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი და ეს ადამიანები ართმობენ საკუთარ საკუთრებას. აქ უნდა ვთქვათ ისიც, რომ არ არიან მარტო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობაც, რომელიც ასევე წინააღმდეგია, რომ საკუთარი საკუთრება დათმოს. თუმცა არსებობს ეს ექსპროპრიაციის ბრძანება, რომელიც აიძულებს მათ, რომ გამოვიდნენ საკუთარი ტერიტორიიდან. თუმცა მოსახლეობა ამას არ აპირებს და მე მინდა ქართულ ოცნებას გავახსენო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. მე არაერთხელ გამოსულ ვარ საკრებულოს სხდომაზე, სადაც თქვენ იცით, რომ თბილისში 10,000-ზე მეტი ავარიული შენობაა, სადაც ათობით ოჯახი ცხოვრობს კონკრეტულ კორპუსებში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ და როცა ვსაუბრობდი, რომ გამოვიყვანოთ ეს ხალხი რაღაცნაირად დავეხმაროთ იმაში, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დაზიანდეს, პასუხად ვიღებდი ყოველთვის ერთსა და იმავეს, მათ შორის კახაკალაძის მხრიდან პირადად, რომ საკუთრების უფლება არის ხელშეუხებელი, შეუვალია ეს უფლება და ჩვენ ვერანაირ შემთხვევაში ვერ ვაიძულებთ ადამიანს ერთ ოჯახსაც კი ეს იმის ფონზე, როცა შეიძლებოდა რომ მთლიანი კორპუსი ჩამონგრეულიყო და ადამიანები მცირეწლოვან შვილებთან და ხანდაზმულ შვილებთან ერთად მოყოლილიყვნენ ამ ნანგრევებში. მიუხედავად ამისა, მაინც ყოველთვის ვიღებდი კატეგორიულ უარს, რომ იცავდნენ საკუთრების უფლებას, მაგრამ ეხლა, როცა მათი ინტერესებია ამ შემთხვევაში უკვე ამბობენ, რომ საკუთრების უფლება აღარ არის ხელშეუვალი და შეიძლება რომ ადამიანები გამოიყვანონ საკუთარი საცხოვრებელი ფართებიდან. აზერბაიჯანის კულტურის სახლი ნებისმიერ ადგილას შეიძლება აშენდეს, ხო? ნებისმიერ ადგილას შეიძლება აშენდეს, მით უმეტეს რომ აბანო-თუბანში აზერბაიჯანის რესპუბლიკას უკვე საკმაოდ დიდი ტერიტორიები აქვს დათმობილი, ყველას ძალიან კარგად ესმის და მე ამაზე მინდა რომ აქცენტირებულად ვისაუბრო კიდევ რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოა, სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ ვერანაირი მეგობრობა, ვერანაირი სტრატეგიული ურთიერთობა ვერ გადაწონის ადამიანის კერძო საკუთრებას. აქ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ადამიანები ცხოვრობენ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. აქ ცხოვრობდნენ მათი მშობლები, აქ დაიბადა და გაიზარდა ბევრი, აქ ზრდიან შვილებს. ამიტომ ეს მათთვის არის, აი როგორ გითხრათ, ეროვნული და ისტორიული მეხსიერების ნაწილია ამ ადამიანებისთვის და ეს ადამიანები ზუსტად ისე უყურებენ ამ ტერიტორიას, როგორც ჩვენი მამა-პაპა უყურებდა, როგორც ჩვენი წინაპრები უყურებენ, იმიტომ რომ ეს არის კრწანისის ომის ტერიტორია, იქვე არის სამასი არაგველის ძეგლი და უზარმაზარი ისტორია აქვს ამ ადგილს. ამიტომ არ უნდათ ამ ხალხს ამ ადგილის დათმობა, ეს არ არის მარტო ადმინისტრაციული დავა, ამას უნდა მიექცეს აუცილებლად ყურადღება, არ არის რამდენიმე ოჯახის სახელმწიფოსთან უთანხმოება. აქ შემოდის ერთი მხრივ კერძო საკუთრების საკითხი შემოდის და მეორე მხრივ სად არის ზღვარი საერთოდ სახელმწიფოს უფლებასა და კერძო საკუთრების უფლებას შორის, აი ზღვარი უნდა გაივლოს, ხო? სადღაც უნდა გაჩერდეს სახელმწიფოს ძალაუფლება და ხელშეუვალი უნდა იყოს უკვე ისტორია, ქალაქი, ადამიანები. მე თუ არ მინდა რომ გამოვიდე ჩემი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, არ უნდა მაიძულოს სახელმწიფო
ხომ არ უნდა გამომაგდოს ამ ტერიტორიიდან და მით უმეტეს ეს არის 10 ოჯახი, 1 და 2 ოჯახი არ არის. 10 ოჯახია, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თქვენ სიტყვაში თქვით, რომ რაღაცნაირად ეს ხელისუფლების მხრიდან რეალურადაც ეგრეთ თქოს გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ ეს მოსახლეობა განკარგულება არსებობს, კი ბატონო, მაგრამ ეს მოსახლეობა არ აპირებს აქედან გამოსვლას ამ ტერიტორიიდან და მე მინდა საზოგადოებასაც მოუწოდო, რომ მხარდასაჭერია ეს ხალხი აუცილებლად მათ გვერდში უნდა დავდგეთ, იმიტომ რომ პრეცედენტი თუ დაიშვა, რომ კერძო საკუთრება შეიძლება ჩამორთმეული იყოს, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ერთადერთი შეიძლება თუ სტრატეგიული ობიექტი შენდება, ან თუ ომია, ან თუ რკინიგზა გადის, ან თუ აი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში კულტურის ცენტრია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის ისეთი შენობა, ისეთი ცენტრი, რომელიც ნებისმიერ სხვა ადგილას შეიძლება აშენდეს და მაინც და მაინც ამ ადამიანების საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე არ მოხდეს ამის განხორციელება. კი ბატონო, და როგორც ხედავთ, სამართლებრივი დავა ამ საკითხზე აპირებენ, რა თქმა უნდა, აპირებენ ბოლომდე ბრძოლას, არც ერთი წამით უკან დახევას არ აპირებენ და სხვათა შორის დღეს საკრებულოზე მე ამ თემაზე ვისაუბრე და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მივიღე პასუხი, რომ არავინ არ აპირებს ამ ადამიანების იძულებით იქიდან გამოყვანას და ცოტა პარადოქსია, იმიტომ რომ ერთის მხრივ არსებობს განკარგულება, რომელიც ექსპროპრიაციას ადგენს და აიძულებითი ღონისძიებები გატარდეს, რომ ეს ხალხი აქედან გამოვიდეს. მეორე მხრივ საკრებულოზე დღეს მე მოვისმინე, რომ არავით არ იძულება ამ ადამიანების მხრივ არ იქნება და ჩვენც ეს გვინდა, ზუსტად ეს გვინდა, რომ საკუთრების უფლება ეს განკარგულება რა მიზნით? ხო და აი იმიტომ გაურკვევლობა იყო შესაძლოა თბილისის საკრებულოს წევრები არ იცნობენ კარგად ამ პრობლემას ჩვენგან განსხვავებით, ვინც როგორც გითხარით ამაზე სისტემურად მუშაობს და მაქსიმალურად უდგავართ მოსახლეობას გვერდით, რომ მათი საკუთრების უფლება იყოს დაცული.